მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. სიამოვნებით გაგიზიარებთ დღეს ვიდეოს სოლარის რუქასთან დაკავშირებით. ვინაიდან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როდის არის სოლარის რუქის შედგენა რეკომენდირებული, ან რა სიხშირით არის მისი შედგენა რეკომენდირებული, მინდა პასუხი გავცე ამ კითხვას და განვასხვაოთ ამავდროულად სოლარის რუქა და ტრანზიტული რუქა, პროგნოზირებად ასტროლოგიაში. სოლარის რუქა სასურველია შედგეს დაბადების დღის წინარე პერიოდში. ვინაიდან სოლარის რუქა ეს არის მაჩვენებელი იმერწლიანი პერიოდისა, რომელიც დაბადების დღიდან დაბადების დღემდე არის მოსალოდნელი. კონკრეტულად, მაგალითად, თუ სოლარის რუქაზე გააქტიურდა მეცხრე სახლი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ცხოვრებაში უახლოესი 1 წლის მანძილზე საზღვარგარეთ წასვლა, უცხოეთთან კავშირი ან უცხოეთთან კავშირი ან უმაღლესი განათლება, იურიდიული საკითხები წინა ფლანგზე წამოვა. თუ გააქტიურებული არის მეორე სახლი სოლარის რუქაზე, ეს არის მაჩვენებელი, რომ ფინანსური საკითხები ადამიანის ცხოვრებაში ასევე პრიორიტეტული იქნება. შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შენაძენი, ხელფასის მომატება, ან შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კაპიტალ დაბანდება. როდესაც აქტიურდება მე-6 სახლი, ასეთ დროს შესაძლებელია ადამიანის ცხოვრებაში სამსახური წინა ფლანგზე წამოვიდეს. აქ უბრალოდ მოგესალმებათ ჩემი ასისტენტი ამავდროულად. როდესაც მე-6 სახლი, როდესაც აქტიურდება მე-6 სახლი, ეს არის ერთ-ერთი სიგნიფიკატორი არის შინაური ცხოველების, მაგალითად, ვინაიდან ისინი ჩვენს ყოველდღიურობას უკავშირდებიან და ჩვენ ვზრუნავთ მათზე. მე-6 სახლი არის ამავდროულად სამსახურის სფერო, როდესაც ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ, ამიტომ ცვლილება ან მნიშვნელოვანი საკითხები სამსახურთან დაკავშირებით შეიძლება იყოს. და მე-6 სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნიფიკაცია არის ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამიტომ თუ მე-6 სახლი არის აქცენტირებული, ეს თემები წინა ფლანგზე წამოვა და ერთი კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, მე-6 სახლი სარემონტო სამუშაოებიც არის. როდესაც მე-7 სახლი არის ხოლმე ჩართული, აქ უკვე პარტნიორული ურთიერთობები წინა ფლანგზე მოდის. მე-7 სახლის აქტუალიზაცია ზოგჯერ შესაძლებელია პირდაპირ ქორწინების მოახლოებასაც ნიშნავდეს, ან მნიშვნელოვანი კონტრაქტის გაფორმებას ადამიანის ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ადამიანის შემოსვლას ადამიანის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, სოლარის რუქის შედგენა დაბადების დღის წინა პერიოდში საკმაოდ დამხმარე ინსტრუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ დავინახოთ რა პერსპექტივები არის მოსალოდნელი შემდგომი წლის მანძილზე. ხოლო როგორ განსხვავდება ტრანზიტული რუქა სოლარის რუქისაგან, მინდა ეს კარგად გავიგოთ დღეს. სოლარის რუქა ეს არის გადაღებული სურათი ცისკაბადონზე იმ კონკრეტულ წელიწადს თქვენს დაბადების დღეზე. 2025 წლის თქვენს დაბადების დღეზე ცისკაბადონზე რა სურათიც იყო, ეს სურათი გადავიღეთ და ვუყურებთ ამ პერსპექტივას. ოღონდ იქ არ ჩანს, როდესაც ვამბობთ, რომ თუნდაც მე-4 სახლია აქტუალური და ოჯახში მნიშვნელოვანი საკითხი წამოვა წინა ფლანგზე შემომატება ადამიანის, ან ოჯახური კრიზისი შეიძლება იყოს გარკვეულწილად, ან კიდევ სახლის შეძენა, გაფართოვება. ეს კონკრეტულად დრო სოლარის რუქაში არ ჩანს. დროზე უკვე კონცენტრირდებით ტრანზიტულ რუქაში, იმიტომ რომ ტრანზიტულ რუქაში პლანეტები თავისი სიჩქარით განაგრძობენ, ესე ვთქვათ, მოძრაობას მზის სისტემაში. და ეს მიგვანიშნებს უკვე, როდესაც ტრანზიტულ რუქაში იქნება გარკვეული ასპექტები, როდის შეიძლება გააქტიურდეს განსაკუთრებით სოლარის რუქაში ჩადებული პროგრამა. ამიტომ, როდესაც დაბადების დღის წინარე პერიოდი არის, სასურველი არის მაშინ სოლარის რუქის შედგენა და ამასთანავე, რა თქმა უნდა, რეკომენდირებული არის ტრანზიტული რუქის შედგენა, ვინაიდან ორივე ერთად იყოს განხილული და დაინტერესებულმა პირმა კომპეტენტურად მიიღოს ის რჩევები, რაც დაეხმარება მას უკვე შემდგომი წლის მეტად ნაყოფიერად გატარებაში. მადლობა ყურადღებისათვის და ყველას წარმატებებს გისურვებ.